ესე კი ერთხელ და სამუდამოდ რომ დავამტკიცოთ, რომ კამერებში მნიშვნელოვანია იმით თუ როგორ იღებ, ვიდრე რით იღებ. აი გაჩვენებთ ახლა ზოგადად აი ამ კამერით გადაღებულ, ორი კამერით გადაღებულ კადრს. ორივე კამერა მაქსიმალურად შევეცადე რომ მაქსიმალურად მსგავს სეტინგებზე იყოს, ერთ ცოტა გადახრილია იქეთა, მაგრამ მაინც მაქსიმალურად მსგავს სეტინგები. ერთი კამერა არის full frame-ი, მეორე კამერა არის crop frame-ი. ერთი კამერა თავის ლინზიანად ჯდება დაახლოებით, არ ვიცი, ძალიან ბევრი რა, ანუ $3000-მდე გადის თავის ფასით, თავის დროზე ყოველ შემთხვევაში. მეორე კამერის ფასი თავის ლინზიანად $3000-ზეც არ გადის. პირდაპირ გეტყვით, ამ სახელს 2000 რაღაცა ლარის პარკლებში ჯდება. ეხლა მინდა მივხვდეთ რომელია და რეალურად განასხვავოთ რომელი კამერას ბაღირს ან არ ღირს. და ვიზ ვერ მივხვდა, აი ეს კამერა არის, უკვე ძვირადღირებული კამერა, ახლა სეტინგები აქ ცოტა არეული მაქვს, არანაირ ლოგში არაფერში არ ვიღებ, მაგრამ ნუ მაინც ყოველ შემთხვევაში ესე გამოიყურება ძვირადღირებული კამერის გამოსახულება. მთავარი აზრი ამ ყველაფერს მინდა გადმოგცეთ ის არის, რომ კამერა არაფერს არ წყვეტს, ყველაფერს წყვეტს თქვენი გარემო, თქვენი განათება, ამ შემთხვევაში განათება საკმაოდ კარგი მაქვს, მივხვდი იმისა, რომ ეს კუთხე ძალიან ბნელია, თქვენი მიკროფონი და ამ. თქვენი გამოცდილება წყვეტს ყველაფერს და არა თქვენი ტექნიკა. თუმცა ტექნიკაც გეხმარებათ უკვე თუ იცით რისი აკეთებაც კიდათ.